მუჭა ნახევარა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ცოლქმარი. ერთი ქოთანი ლობიო ჰქონდათ. მარილი კი აღარა ჰქონდათ, რომ შეჭამანდისათვის დაეყარათ. შედგეს შეჭამანდი. ცოლმა უთხრა ქმარს: ხომ ხედავ მარილი არა გვაქვს. წადი ქალაქში დაიყიდე მუჭა ნახევარი მარილიო. დამავიწყდება, უპასუხა ქმარმა. როგორ დავიხსომოო? წადი და გზაზე სულ ისიძახე, მუჭა ნახევარი თქო. წავიდა ეს კაცი მარილის საყიდლად ქალაქში. გზაზე ერთი კაცი დაინახა. მოუხნავს მამული, პურსა თესავსა თან იძახის, 1,000-ათო. გაიარა კაცმა და თანყვირის: მუჭა ნახევარიო. თესოს ბრაზი მოუვიდა. მე 1,000-ად მომივიდეს, იმას ვთხოვ და ეს მუჭა ნახევარს გაიძახისო. დაიჭირა და მაგრას ცემა. გული რომ მოიჯერა, თავი დაანება. კაცმა უთხრა: რა თამცემ, რა დაგიშავე, რა სმერჩი კინაღა მომკალიო. იმიტომ გცემ, უპასუხა მთესველმა, რომ მე ვიძახოდი 1,000 და შენ მუჭა ნახევარსაო. მაშ როგორ უნდა მეთქვაო? კითხა კაცმა. 1,000 და ბევრსა დაგიმადლებდიო, უპასუხა მთესველმა. წავიდა იქიდან მუჭა ნახევარა და ერთ სოფელში მივიდა. კაცი ვინმე მომკვდარა და მარხავენ. გაუარა გვერდზე ამ კაცმა და დაუძახა: 1,000-ადაო. გამოუხდნენ მკვდრის პატრონები. მიარტყეს. გული რომ მოიჯერეს, თავი დაანებეს. რაზე მკლავ თქვენ ურჯულოებო? მაშ როგორ უნდა მეთქვაო? კითხა მარილის მყიდველმა. როგორა და ასე უნდა გექნა? უნდა მოსულიყავ, ქუდი მოგეხადა და გეთქვა. ღმერთსა ვთხოვ, რომ ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოს თქვენს ოჯახში თქო. პატივსაც ბევრს აქცემდით და გაგისტუმრებდითო. წამოვიდა იქიდანაც მუჭა ნახევარა და ერთ ადგილას ნეფიონს შემოხვდა. მოიხადა ქუდი, დადგა და დაუძახა: ღმერთსა ვთხოვ, რომ თქვენს ოჯახში ეგ ამბავი პირველი და უკანასკნელი იყოსო. გადმოუხტნენ მაყრები. დადეს, მიარტყეს. რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს. გული რომ იჯერეს, თავი დაანებეს. მუჭა ნახევარამაც როგორც იყო მოიბრუნა სული და უთხრა მაყრებს: რაზე მკლავთ, რა დაგიშავეთ? მე ეგრე მასწავლეს, მაშ როგორღა უნდა მეთქვაო? მაყრებმა უთხრეს: უნდა ქუდი მოგეხადა, მისულიყავდა სულ ნეფეს გაუმარჯოს გეყვირაო. ამათ რომ გადარჩა მუჭა ნახევარა, ისევ თავის გზას გაუდგა. ცემისაგან გვერდების ტკიოდა. იმასღა ფიქრობდა, როგორა ვთქვა, რომ ვინმე შემოხვდესო. გზაზე ერთ მონადირეს შემოხვდა. მიწაზე მტრედები ისხდნენ. მონადირეს შემოუყენებია ჩახმახი და ეპარება მტრედებს. მუჭა ნახევარა მაშინვე მოიგლიჯა ქუდი და გაუმარჯოს ძახილით გაიქცა მონადირისაკენ. მტრედებმა რომ დაინახეს თავისკენ მიმავალი კაცი, აფრთხიალდნენ და გაფრინდნენ. წამოხტა მონადირე და გაიქცა კბილების კრაჭუნით მუჭა ნახევარასაკენ. ზდო თოფის კონდახი ზურგში. იმდენი სცემა კინაღამ სული ამოართვა. ბოლოს გული რომ მოიჯერა, დაანება თავი. მუჭა ნახევარამ კითხა: სამართალი აღარა გაქვს კაცო, რომ ცემ, რა თამცემ, რა დაგიშავე? მაშ როგორღა უნდა მოუქცეულიყავ? ან რა მეთქვა, ან რა მექნაო? მონადირემ უთხრა: ხმარ უნდა ამოგეღო, უნდა დაკუზულიყავ და ისე გაგევლო. მტრედები ვეღარ დაგინახავდნენ და აღარცე კონდახი მოხვდებოდაო. მიდის მუჭა ნახევარა და ღობეს მიადგა. დაიკუზა და ისე მიიპარება ღობის ძირზე. 4 კაცს ფულიანი ქისა და უკარგავ და ეძებენ. მუჭა ნახევარა რომ დაინახეს, როგორ მიიპარება, გამოუდგნენ სტაცეს ხელი ჩოქის კალტაში და დაიჭირეს. სად მიიპარები, შეყაჩაღო და არამზადა შენა, ქისა იპოვე და მალაო. უდეს. იმდენი სცემეს საწყალ კაცს, რომ შინამდის ფეხები ძლივსღა მიათრია. ვეღარც მარილი მიიტანა სახლში და რაც სხვებმა დააკლეს, ცოლმა გადაუთავა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.